ნინო დათაშვილი მოსამართლის გადაწყვეტილების მოლოდინშია. პატიმარი პედაგოგის ადვოკატები გათავისუფლებას მოითხოვენ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და საჭიროებს ქირურგიულ ოპერაციასაც. მოიყვანეს ეტლით იჯდა გაშეშებული კისრით, ძლივს ავიყვანეთ შეხვედრის ოთახში. ასე იხსენებს დათაშვილთან შეხვედრას გოდერძი ფრუიძე, რომელიც მასწავლებლის ქმარია. მის ინფორმაციით დათაშვილს თვეზე მეტია მარჯვენა ფეხი და ხელი გაშეშებული აქვს, ხოლო ბოლო დღეებში მარცხენა კიდურების ტკივილიც დაემატა. პროცესი ამ წუთებში უნდა დაიწყოს, გადაწყვეტილება კი მოსამართლე თამარ ჭედლიშვილი გამოაცხადებს. გიორგი კვიჟინაძე მუშაობს თბილისის საქალაქო სასამართლოსთან. ის ახლა ფორმულას ეთერს უერთდება. გიორგი, გისმენთ. დღეს არ ვაპირებთ ვისაუბროთ ადვოკატებმა ნინო დათაშვილის უდანაშაულობაზე, არამედ დღეს ვისაუბრებთ მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასეთი განცხადება გააკეთეს პედაგოგ ნინო დათაშვილის ინტერესების დამცველებმა სასამართლო პროცესის დაწყებამდე. წუთი წუთზე დაიწყება თბილისის საქალაქო სასამართლოში ნინო დათაშვილის საქმის განხილვა, სადაც დღეს ადვოკატები დააყენებენ შუამდგომლობას, რომ ნინო დათაშვილი პატიმრობიდან გათავისუფლდეს და მას აღკვეთი ღონისძიების სახით შედარებით მსუბუქი ღონისძიება შეეფარდოს, როგორიც არის მათ შორის გირაო, რადგანაც ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 17 სექტემბრის შემდეგ ადვოკატების თქმით არის კრიტიკულად გაუარესებული და შესაძლოა უფრო მძიმე შედეგებამდეც კი მივიდეს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ადვოკატების თქმით ნინო დათაშვილი ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, ვერ ამოძრავებს კისერს, ხელებს და ფეხებს, ის ვერ ახერხებს საკუთარი თავის მოვლასაც კი. ადვოკატები წარადგენენ სასამართლოზე ამის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტაციას და სწორედ ამის საფუძველზე მოითხოვენ, რომ გათავისუფლდეს ნინო დათაშვილი პატიმრობიდან. ადვოკატები ფიქრობენ, რომ სასამართლომ არ უნდა დააკმაყოფილოს მხოლოდ პროკურატურის სურვილი, რომ ნინო დათაშვილი იყოს პატიმრობაში, რადგანაც სწორედ მათ მიაჩნიათ, რომ ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის გაუარესება უკავშირდება პროკურატურის ახირებას, მათი თქმით, რადგანაც სწორედ პროკურატურის დიდი სურვილი იყო, რომ აპელაციის გარეშე ნინო დათაშვილი ყოფილიყო პატიმრობაში. შესაბამისად, ისინი დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას სწორედ პროკურატურას ადანაშაულებენ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ის არის ტანჯვის მდგომარეობაში. ჩვენ ამაზე 4 თვის განმავლობაში ვსაუბრობდით და სამწუხაროდ გამართლა მოლოდინები, იმიტომ რომ მისი ხერხემალი არ იძლეოდა პატიმრობაში ყოფნის შესაძლებლობას. მიუხედავად იმისა, რომ ნინო არის უდანაშაულო ადამიანი, დღეს ამაზე საუბარს არ ვაპირებ. პირველ რიგში მნიშვნელოვანია, რომ ნინო განთავისუფლდეს პატიმრობიდან და ის განთავისუფლდეს ტანჯვის მდგომარეობიდან. წარმოიდგინეთ, რომ ვერ ამოძრავებთ კისერს, ვერ ამოძრავებთ ხელებს, ფეხებს, არ გაქვთ თვითმოვლის უნარები და იმყოფებით უკანონო პატიმრობაში. ნინო დათაშვილის მდგომარეობა 17 სექტემბრის შემდეგ არის განსაკუთრებით დამძიმებული, ის იმყოფება სამედიცინო დაწესებულებაში. შესაბამისად, მისი მდგომარეობა არის იმდენად მძიმე, რეალურად მისი მობილობა არის შეზღუდული და გადაადგილება უჭირს. ამ მოცემულობის ფონზე, როდესაც პროკურატურა ასაბუთებს პატიმრობას, როგორც აღკვეთი ღონისძიების გამოყენების მიზანშეწონილებას და აუცილებლობას და ერთადერთი არგუმენტი არის ახალი დანაშაული ჩადენის საფრთხე. წარმოუდგენელია ნინო დათაშვილმა არა თუ ახალი დანაშაული ჩაიდინოს, არამედ ის დღეს რეალურად პროცესზეც კი ვერ მონაწილეობს, რაც მისი უფლება, მას აქვს სურვილი, ორი პროცესია ის ვერ მოდის და დღესაც ვერ მიიღებს მონაწილეობას და დიდი იმედი მაქვს, რომ დისტანციურად მაინც შეძლებს ის თავის პოზიციის დაფიქსირებას. ნინო დათაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების საკითხთან დაკავშირებით კოალიცია ცვლილებისთვის ქალმა პოლიტიკოსებმა ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ისინი სხვადასხვა სფეროს წარმოადგენენ და ამბობენ, რომ ახლა მნიშვნელოვანია ყველა სფეროს წარმომადგენელმა მხარი დაუჭიროს ნინო დათაშვილს და მას გამოუცხადოთ სოლიდარობა, რადგანაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის ძალიან მძიმე და შესაძლოა უფრო მძიმე შედეგებიც კი დადგეს იმ შემთხვევაში, თუ არ მოხდება მისი პატიმრობა გათავისუფლება. ისინი მოუწოდებენ სასამართლოს, რომ ნინო დათაშვილს აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეცვალოს უფრო მსუბუქი ღონისძიებით, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ამ შემთხვევაში სასამართლოს პასუხისგებლობაც იქნება, თუ ნინო დათაშვილი ციხეში დარჩება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდება.
ნინო დათაშვილი, რომელიც თავად არის ძალადობის მსხვერპლი და მის წინააღმდეგ განხორციელდა დანაშაული, ის გამოკეტეს სრულიად უსაფუძვლოდ ციხეში და ციხის პირობებში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იმკვეთრად დამძიმებული და ფაქტობრივად გამოუსწორებელ შედეგებამდე მიდის. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, მით უმეტეს იმ პირობებში, როდესაც საერთოდ არ არსებობს დანაშაული და საერთოდ არ არსებობს წინასწარი პატიმრობის, როგორც აღკვეთი ღონისძიების გამოყენების საფუძვლები, მნიშვნელოვანია, რომ დღევანდელ დღეს დაცვის მხარის შუამდგომლობის საფუძველზე შეიცვალოს აღკვეთი ღონისძიება და დაუყოვნებლივ მოხდეს მისი განთავისუფლება. მისი მდგომარეობა დამძიმებული არა მხოლოდ სუბიექტური ჩივილებით, რომელიც მას გააჩნია, არამედ კლინიკურ რადიოლოგიური კვლევებით, რომელიც ჩაუტარდა დინამიკაში და აგვისტოს თვესთან შედარებით მისი მდგომარეობა არის გაუარესებული, რაც დღევანდელი მონაცემებით უკვე წარმოადგენს ქირურგიული ჩარევის აუცილებლობას. აღნიშნული პროცესის წარმოება სასჯელახსოვრების დეპარტამენტში არის დაწესებულებაში არის მიუღწეველი და ამაზე მეტყველებს წინარე პროცესები, სადაც დამძიმდა ნინოს მდგომარეობა. შესაბამისად, ჩვენ ვითხოვთ მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლას. ერთი მხრივ ის რომ ნინო უკანონო პატიმარია და ძალიან დიდ უსამართლობასთან გვაქვს საქმე, საზოგადოებამ უკვე იცის, მაგრამ ამასთან დაერთო ის რომ მიუხედავად მისი მძიმე ფიზიკური მდგომარეობისა, ჯანმრთელობისა და სიცოცხლის რისკის ქვეშ იმყოფება ეს ადამიანი, არ ხდება იმ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რაც აუცილებელია მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადასარჩენად და ამ შემთხვევაში ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიული წრეების მიერ საკუთარი სოლიდარობისა და მხარდაჭერის გამოხატვა, როგორიც არის ერთი მხრივ სამედიცინო სფერო და მეორე მხრივ რა თქმა უნდა მასწავლებლები. პედაგოგი ნინო დათაშვილი მიმდინარე წლის 20 ივნისს დააკავეს მას სასამართლოს მანდატურზე თავდასხმას ედავებიან. ინციდენტი მოხდა 9 ივნისს. არსებობს კამერის ჩანაწერები, სადაც რომელიც საპირისპიროს აჩვენებს, ჩანს თუ როგორ ძალადობენ პედაგოგ ნინო დათაშვილზე სასამართლოს მანდატურები და ამის შემდეგ ის საპასუხო ქმედებას ახორციელებს. ადვოკატები აცხადებენ, რომ ნინო დათაშვილი იყო აუცილებელი მოგერიების ფარგლებში, რადგანაც მასზე სასამართლოს მანდატურები ძალადობდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნინო დათაშვილი როდესაც დააკავა, პროკურატურა სასამართლოში შევიდა შუამდგომლობით, რომ მას აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეფარდებოდა იმ ფონზე, როდესაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მაშინვე იყო საკმაოდ მძიმე და პრობლემები ჰქონდა ჯანმრთელობასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ პროკურატურამ მოითხოვა, რომ პედაგოგი ქალი იძულებით გადაიყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში, სადაც მას ფსიქიატრიულ შემოწმებას და ექსპერტიზას ჩაუტარდებდნენ, თუმცა საზოგადოების წნეხის შემდეგ პროკურატურამ ეს შუამდგომლობა უკან გაიტანა და არც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა აღნიშნული შუამდგომლობა. საინტერესოა, დღეს რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე თამარ მჭედლიშვილი, რომელმაც სინდისის პატიმრები ციხეში გაუშვა. ბუნებრივია, ჩვენ ველოდებით გაითვალისწინებს თუ არა დათაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას მოსამართლე მჭედლიშვილი და გაათავისუფლებს თუ არა ის პატიმრობიდან მას.